კომპოტები, რომელსაც ჩვენ სახლში ვამზადებთ, არის ერთ-ერთი ყველაზე მავნებლობა და ამის შესახებ ჩვენ რო ჩავწერეთ ვიდეო, ამას მოყვა მთელი პანიკა, რომ იცით რა არისო, ჩვენ თაობები გავზარდეთო, ბოლო რამდენიმე თაობა მაგაზე გაიზარდაო და ამაყობენ ამით. და მოდი ახლა თქვენთვის სტატისტიკას დავდეფა, კარგად შეხედეთ რა ხდება და გავიმხილოთ როგორ შემოვიდა კომპოტები და რა გამოიწვია ამან. საქართველოში ზოგადად ჩაქარი სადღაც მე-18-მე-19 საუკუნეში გამოჩნდა, მაგრამ ისე რომ ფართო მეხმარებაში ყოფილიყოს, გამოჩნდა მე-20 საუკუნეში და მაშინ დაიწყეს ზუსტად აი ყველაზე ბევრ კომპოტებს და ეგეთ რაღაცებს 70-იან, 80-იან, 90-იან წლებში ამზადებდნენ და მაგ პერიოდში დაიწყო ყველაზე მეტი ზრდა ჭარბიწონის და დაავადებების სტატისტიკამ. წარმოიდგინე ამას ვინც აკეთებდა, დღეს ამით ამაყობს. აღიარეთ მაინც რომ არ იცოდით და იმიტომ აკეთებდით, იმიტომ რომ ძალიან მავნებელია, როცა ადუღებ რაღაცა ხილს, წუთებიცაც კი რო ადუღებ, ძალიან მავნებელია, იქ ყველა ვიტამინი თითქმის გვხვდება, პლუს ერთი მაგდენ კიდე შაქარს ამატებს ზევიდან, რაც ზემავნებელია და ჩათვალე თითქმის არაფრით არ არის იმაზე უკეთესი, ვიდრე შენ ამას ყიდულობ მაღაზიაში. ბუნებას რატო ეწინააღმდეგები, ხო? ბუნებამ უკეთესად იცის, როდის რა გჭირდება. ზაფხულში რაც გჭირდება, ის ვიტამინები შედის ზაფხულის ხილში, კენკრაში და ასე შემდეგ. ზამთარში რაც გჭირდება, იქ ხილი კი არ უნდა გაანადგურო და კი არ უნდა აადუღო. ზამთარში გჭირდება იქ ციტრუსებში რაც შედის, ძირითადად, ხო, პორტოხალი შემოდის, გრეიპფრუტი შემოდის, კივი, ფეიხვა, სხვადასხვა ზამთრის ვაშლები და უამრავი ხილია ზამთარშიც და ბუნებამ შენზე უკეთ იცის, როდის რა გჭირდება და ამის შეცვლას შენით ვერ შეძლებ, არ გამოგივას სწორედ.